მეკითხებიან ხოლმე უსინათლოები არჩევნებზე ხმას როგორ ვაძლევთ და მინდა გაჩვენოთ ეს ჩარჩო ფორმა და აგიხსნით რა არის ეს, ანუ ეს ახლა ცოტა ძველია ისედაც, ანუ მუყაოსი არის შავი, მაგრამ ახლა ახალი არ მექნება, ახლა საიდან უნდა მქონდეს, მაგრამ წლების წინ მოგცეს ჩვენთვის რა, აი საჩვენებლად, თორემ საარჩევნო უბნებზე არიგებენ ყოველთვის ახალ-ახალს. ანუ აქვთ თავიანთი. ესე იგი, ამას აქვს ჭრილები, რომლებიც შეესაბამება ბიულეტენზე ხმების, რაოდენობს არ ვიცი, ხა ეს ფურცელი სწორად თუ მიჭირავს. ანუ შეესაბამება ზუსტად აი ხმებს რა, შემოსახავს კანდიდატებს, მე გაჩვენებ კიდე კარგად. და ეს ფურცელი უნდა ჩაიდოს აი ამ ჩარჩო ფორმაში. ერთი წუთი ალბათ ესე რომ ჩავდოთ, ანუ კარგად ჩანდეს. ზუსტად უნდა ჩაიდოს, რომ ანუ ეს ნომრები პირდაპირ ემთხვეოდეს, იმიტომ რომ ხო სხვა შემთხვევაში შეიძლება არასწორად შემოვხაზოთ. აი უკვე ახალ ფორმებს აი აქ აქვთ ჩაჭრილი კუთხე, რომ მაგითი უსინათლო მიხვდეს, აი აქედან მოკიდოს ბიულეტენს ხელი და გაასწოროს რა. ეს ახლა ძველია და ამას არ აქვს ეს ჩაჭრა, ამიტომ კიდევ ერთხელ გადავამოწმებ თუ კარგად დევს, ასე თუ ისე. და უსინათლოს წინასწარ უკითხავენ, ანუ მაგას აჩვენებენ და უდებენ წინასწარ ამ ჩარჩო ფორმაში ბიულეტენს, რა თქმა უნდა, და უკითხავენ კანდიდატების ვინაობას. ეხლა არ ვიცი აქ თუ გამოჩნდა, მაგრამ ანუ კანდიდატები ყავდნენ ზინა, დავითი, ელენე და კობა. პირობითად და ნუ გვარებიც აქვთ მიწერილი, მაგრამ აღარ მახსოვს. ხოდა ხა გაჩვენეთ, ანუ უსინათლოს აი ამ ბიულეტენს მოუთავსებენ ჩარჩოში და ესე ატანენ საარჩევნო ურნას, მასში რა ქვია, კაბინაში, იმიტომ რომ იქ უკვე მარტო შედის და ხელით უნდა გადათვალოს, ანუ ზემოდან თქვათ მერამდენე, რიგით მერამდენეა მისი კანდიდატი და ესე 1, 2, 3, 4, სულ 4 კანდიდატი ყავს ამ სიტუაციაში. ეხლა ხო, აქ კიდევ აქვს ჭრილი, ეს რეფერენდუმისთვის არის, თავისი პლუსით და მინუსით, ანუ თქვათ ვეთანხმები და არ ვეთანხმები. და აქ თუ რეფერენდუმი იქნება, შესაბამისად აქ უნდა შემოხაზოს ან გააფერადოს ეს ჭრილები, გვერდითა ჭრილები რა. მაგრამ ამ შემთხვევაში აი ხა უნდა გადავთვალო ხელით, პირობითად მინდა რომ შემოვხაზოთ ელენე, ანუ მესამე კანდიდატი 1, 2, 3. და ეხლა თუ შემოხაზვა გვინდა, ანუ უნდა ზუსტად აი გავაყოლოთ ჩარჩოს კალამი რა. ეხლა მე ამას ამოვიღებ და აბა ვნახოთ თუ რა ვიცი, ზუსტად თუ დაემთხვა. და ერთი რაც მინდა კიდევ თქვა, არის რომ წესით ამ შავ ჩარჩო მუყაოს ქაღალდს არ უნდა ეტყობოდეს კალმის ნაკვალევი რა, აი კალამი რომ გადაგიცდეს ხელი. მაგრამ როგორც აღმოვაჩინე, მარკერს როცა ეხება საქმე და გაფერადებას, გაფერადების დროს დაეტყო იმ ჩარჩო ფორმას ეს მარკერის ნაკვალევიც. ანუ თორემ წესით, როდესაც ამოიღებს უსინათლო ბიულეტენს ჩარჩო ფორმიდან და გაუშვებს ურნაში, ანუ მას არაფერი არ უნდა ეტყობოდეს, რომ ეს არის უსინათლოს მიერ შემოხაზული, ანუ ბრაილი არ არის დაწერილი, დაბეჭდილი, ხო, ბრტყელი შრიფტით და არ ეტყობა, რომ თქვათ უსინათლოა თუ ვინმე, რომ უბაზე შეიძლება ყავდეს 1 ან 2 უსინათლო და ხა ბრაილით თუ დაუბეჭდა ბიულეტენს და იმან შემოხაზა, ხო? მაშინ ძალიან ადვილი გამოსარიცხი იქნება თუ ვინ გამოიყენა და ვინ ვისცა ხმა. ამიტომ არის ეს უფრო კარგია, რომ ანუ წესით ფარულობას უზრუნველყოფს არჩევნებისას, მაგრამ ეხლა უბრალოდ გაჩვენებთ, ნუ გაფერადების შემთხვევაში მე მაინც კალამი მაქვს, მარკერი არ მაქვს. თქვათ გავაფერადოთ ეხლა რიგით მეორე, რა ვიცი, პიროვნება ვინც არის, რაც ერქვა, რაც მახსოვს. ნუ თქვათ აი თქვათ ზინა გავაფერადოთ პირველი. ანუ აქ უკვე მთლიანად უნდა შემოხაზოთ და ნუ ხელით გრძნობ რა ამ იმას ფარგლებს, რასაც არ უნდა გაცდე, მაგრამ ხელი მაინც შეიძლება გადაგიცდეს ეხლა. ამიტომ უნდა იყოს ეს ისეთი. კი ბატონო, რა ვიცი, ეხლა ზოგადად ხო ამ ბიულეტენს ეხლა სწორად თუ მიდევს ამ წუთში არ ვიცი, იმიტომ რომ
ამას კომისიის თანამშრომელი სწორად უნდა მოგითავსოს, რომ ეხა კუგმა არ კონდეს ან რაღაცა, მაგას გიგვარებენ და შედიხარ პირდაპირ ხელით გადაითვლი და მე შემოხაზავ ან გააფერადებ. აი ეს არის პრინციპი, მაგრამ ამ არჩევნებზე არ ვიცი, როგორ უნდა დაიხვეწოს ეს მუკაოს ხარისხი, რომ არ ეტყობოდეს მარკერის ნაკვალევი, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ეხა ჩარჩო ფორმას იყენებს რამდენიმე უსინათლო და ერთმა თქვათ ერთგან შემოხაზა და გადაუცდა ხელი, მეორეს მეორეგან გადაუცდა ხელი, მესამეს მესამესგან და ესე ძალიან უპრობლემოდ ექნებათ გრაფიკი დღის ბოლოს ვინ შემოხაზა, ხო? რომელმა ადამიანმა, რომლის მერე და ამიტომ არ უნდა ეტყობოდეს არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ მრავალჯერადი გამოყენების არის ეს ჩარჩო ფორმები, არ გაძლევენ საშუალებას, რომ გადააგდო, გაანადგურო და ასე შემდეგ.